მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება გუშინდელ პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციას, მე ვფიქრობ, პრესკონფერენცია და დებატები უფრო იყო ჟურნალისტებთან, სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. და თვითონ ალბათ პრემიერი რაღაც ახალ სტილს ამკვიდრებს პრესკონფერენციების, როდესაც არა მხოლოდ მას უსვავენ კითხვებს, თვითონაც უსვამს კითხვებს და რომელიღაცა კითხვებზე ღიზიანდება, მაგრამ საბოლოოდ მაინც ესეთი სახალისო პრესკონფერენცია იყო. რაც შეეხება თვითონ ოპოზიციას, მე არაერთხელ მithქვამს, რომ ოპოზიციის ხელოვნურად ჩამოყალიბება არადროს კარგს არაფერს არ მოიტანს. ოპოზიცია რომ ჩამოყალიბდეს და ოპონირება რომ გაუწიოს ხელისუფლებას, ამისთვის საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, კერძოდ კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ აუცილებლად უნდა შევიდეს ცვლილებები მუხში, რომელიც არეგულირებს პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების საკითხს, იმიტომ რომ დღეს ფაქტობრივად ამ დრაკონული ცვლილებებით, რომელიც მიღებულია 2011 წელს, შეუძლებელია პოლიტიკური პარტიის შენახვა. ამავდროულად, ჩემი აზრით, საჭიროა ძალიან ძირეული ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში, იმიტომ რომ დღეს მოქმედებს ის კოდექსი, რომელსაც 8 წელი აკრიტიკებდა დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც იყო ოპოზიციაში. კერძოდ საარჩევნო სისტემები ძალიან რთულ მდგომარეობაშია და ფაქტობრივად არ შეესაბამება არანაირ სტანდარტებს და თუ ფიქრობს პრემიერი, რომ ოპოზიციის როლი და თვითონ პარტიები უნდა შეიქმნას და გაძლიერდეს, მაშინ მოდით ვიფიქროთ იმაზე, რომ პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ვინმეს არ შეუძლია ოპონირება. ან მხოლოდ კოალიციაშია ესეთი ძალა, რომელსაც თავი უჭრის და შეუძლია კოალიცია გააკრიტიკოს ან რომელიმე პოლიტიკოსი. პრობლემა იმაშია, რომ დღევანდელი საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შეუძლებელია ახლად ჩამოყალიბებული სუბიექტი, ან თუნდაც ძველი სუბიექტი, პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც აკოტრებდნენ 8 წელი, როგორც ფინანსურად, ისე ადამიანური რესურსებით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, დღეს იყოს ძლიერი. იფიქროს პრემიერმა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ახალ წესზე, რომელიც იქნება სამართლიანი და არ იქნება მხოლოდ ორი პარტიის ხელში საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ცენტრალური, ისე საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიები, ამავდროულად პროპორციული საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს დაწეული, ჩემი აზრით, იმიტომ რომ 5%-იანი პროპორციული საარჩევნო ბარიერი არის მაღალი დღევანდელი პოლიტიკური ვითარებისთვის. და ეს არ არის ახალი მოგონილი, სხვათა შორის სხვადასხვა ქვეყნებში ბევრად დაბალი საარჩევნო ბარიერი. ამავდროულად, თუ მაჟორიტარული არჩევნები ისევ დარჩება ჩვენს სისტემებში, მაშინ უნდა ვიფიქროთ 30%-იანი ბარიერის აწევაზე 50%-მდე, იმიტომ რომ 30%-იანი ბარიერი მხოლოდ და მხოლოდ ხელს უხსნის ხელისუფლების კანდიდატს. ასე რომ ხელოვნურად ოპოზიციის ჩამოყალიბება, მე ვფიქრობ, არც არის საჭირო და არც არის მიზანშეწონილი, მაგრამ თუ რეგულაციები შეიცვლება, ძალიან მარტივად მერწმუნე ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდება სურვილი ჩამოაყალიბოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება და ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას. ასე რომ ძებნა მხოლოდ ჭკვიანი ხალხის კოალიციაში, მე ვფიქრობ, არ არის სწორი. სამწუხაროდ მე ვფიქრობდი, რომ პარლამენტი ინტენსიურად დაიწყებდა შეკრებისთანავე პარალელურ რეჟიმში ამ კოდექსში ცვლილებების შეტანას. მანამ სანამ ჩამოვაყალიბებდით საბოლოოდ ნორმალურ საარჩევნო კოდექსს, როდესაც სისტემებზე გადაწყდებოდა და თვითონ საერთოდ რა ტიპის არჩევნებს ვატარებთ საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენთან არის შერეული საარჩევნო სისტემა, სადაც პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებით კომპლექტდება პარლამენტი, ამიტომ ესეც სადაო საკითხი იყო, მაგრამ შესაძლებელი იყო ამ მოკლე დროში, მაგალითად, ისეთი ცვლილებების შეტანა, რომელიც მეტნაკლებად უზრუნველყოფდა ერთიან სასტარტო პირობებს პოლიტიკური პარტიებისთვის. ჩვენ ვნახეთ, რომ შუალედური არჩევნებისთვის ეს მიუხედავად დაპირებისა ვერ მოხერხდა. იმეც ვიტოვებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის
მოქმედი პარლამენტი უმრავლესობა შეიტანს რამოდენიმე ცვლილებას, რომელიც მეტნაკლებად გახდის შესაძლებელს, რომ სუბიექტებს ჰქონდეთ თანაბარი უფლებები და როგორც მინიმუმ საარჩევნო ადმინისტრაცია არ იქნება ორი პოლიტიკური სუბიექტის ხელში, როგორც არის დღეს. ეს მოკლევადიან პერსპექტივაში, გრძელვადიან პერსპექტივაში საერთოდ ძალიან რთული მდგომარეობაა საარჩევნო დავებთან დაკავშირებით, საჩივრების განხილვა გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ეს პროცედურები ყველაფერი შესაძლებელია ამავდროულად. დღეს ყავს ის ხელისუფლება, რომელიც 8 წელი ძალიან საფუძვლიანად აკრიტიკებდა დღევანდელ საარჩევნო კოდექსს, ასე რომ მათ ხელშია დღევანდელი საარჩევნო კოდექსის ბედი. ამავდროულად საარჩევნო სიებზე მე არ ვიცი მიდის თუ არა მუშაობა, ყოველ შემთხვევაში საუბრობდნენ რომ იქნებოდა ბიომეტრიული სიები 2012 წლის არჩევნებამდე, ითხოვდნენ ყოველ შემთხვევაში ამას, ახლა იძახიან რომ ვერ ესწრება. იმედს ვიტოვებ რომ სიები დაიცხრილება და ის დანაპირები რომ ჩვენ გვექნება ნორმალური სია, ეს მაინც შესრულდება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. გააჩნია კონკურენციას ჩვენ რას დავარქმევთ. თუ ჩვენ კონკურენციას დავარქმევთ ბევრი სუბიექტის მონაწილეობას, ბევრი კანდიდატის მონაწილეობას, ახლა საქართველოში ამის პრობლემა არასდროს არ ყოფილა, ისეთი ადამიანების მონაწილეობდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლებსაც 1% თვითონ არ ჰქონდათ გამარჯვების არც რწმენა და არც შანსები და იცოდნენ ამის შესახებ. ეს არ არის კონკურენცია, მაგრამ თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია გამოკვეთს ერთ ლიდერს, გაერთიანდება მის გარშემო და მხარდაჭერას აუქვავს, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია მეორე ტურამდეც მივიდეთ, იმიტომ რომ საპრეზიდენტო არჩევნები, განსხვავებით მაჟორიტარული არჩევნებისგან, პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ბარიერი არის 50%-იანი. თუ ახლა ჩვენ ნაძალადების მაგალითზე უბრალოდ ციფრებს განვიხილავთ, რა თქმა უნდა, ეს სხვადასხვა ტიპის არჩევნები, მაგრამ ციფრებს თუ განვიხილავთ, ჩვენ ვნახავთ, რომ ქალბატონმა თამარ კორძაიამ კოალიციის წარმომადგენელმა მიიღო 38%. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების ხმების ჯამი მინუს ნაცმოძრაობა შეადგენს 59%-ს. რაც ნიშნავს იმას, ნაცმოძრაობა ცალკე კიდე 12-ია თუ რაღაც აღარ მახსოვს. რაც ნიშნავს იმას, რომ ყოფილიყო 50%-იანი ბარიერი და არა 30%-იანი ბარიერი. მაშინ იქაც იქნებოდა გარდაუვალი მეორე ტურის დანიშნვა. აქაც ესეთი მდგომარეობა, თუ იქნება სერიოზული კონკურენტი არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, ან დამოუკიდებელი კანდიდატის გარშემო თუ გაერთიანდებიან, თუმდაც არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, შესაძლებელია მივიღოთ სურათი, როდესაც კოალიციის კანდიდატი ვერ მიიღებს 50%-ზე ხმას, 50%-ზე მეც ხმას და შესაძლებელია მეორე ტურამდეც კი მივიდეთ, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ ეყოლება კანდიდატი დამოუკიდებელ კანდიდატს გულისხმობ ან არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატს. მოახერხებს თუ არა ეს ლიდერი და პოლიტიკური ძალები არა საპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ერთიანი მიზნის მისაღწევად, იმიტომ რომ თუ ვერ მოახერხებს შესაძლებელია უფრო მძიმე სურათიც იყოს. თუ ახლა დღეს ჩვენ ისევ ისეთი სურათი გვექნება, როგორც ჰქონდა ხოლმე, რომ 10 კანდიდატი მონაწილეობდა და ერთმანეთს მხოლოდ ხმებს ართმევდნენ და ეს არაფერს არ ნიშნავდა, საბოლოოდ უბრალოდ მონაწილეობისთვის იყო, უფრო შეიძლება მძიმე სურათამდე მივიდეთ. რა არის მძიმე სურათი? დღეს ეს არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნები, ჩემი აზრით არის გარკვეული სტრატეგიის მატარებელი არჩევნები სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტებისთვის და საერთოდ პოლიტიკური ვითარებისთვის და მომავლისთვის. პირველი ნაცმოძრაობის ამოცანა, მე რამდენად არაერთხელ მithქვამს, არის ის, რომ მეორე ადგილი დააფიქსიროს, რომ შემდგომში მოირბინოს ამ შემაჯამებელი ოქმით მთელი მსოფლიო და თქვას, რომ აი შეხედეთ, მე მეორე ვარ საქართველოში მხარდამჭერთა რაოდენობით და
ამით ჩაიგდებს ბერკეტებს ხელში მანიპულაციის, ინდულგენციის, საკუთარი ბიზნესის ლობირების და სხვა პოლიტიკურ ვაჭრობის თემებში იქნება ნომერ მეორე. მაგრამ და თუ მეორე დააფიქსირა ნომერ მეორე შედეგი დააფიქსირა ნაცმოძრაობამ ქვეყანაში არ ამგონია რომ შემდგომში დაინიშნოს რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მაგრამ თუ არასაპარლამენტო ოპოზიციამ დაამტკიცა მეორე და მიიღო მეორე ადგილი, მაშინ შესაძლებელია რომ უკვე შეიცვალოს პოლიტიკური ვითარება და უბრალოდ მოთხოვნა იყოს ასეთი რომ რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, რადგან დღევანდელი პარლამენტი არ ასახავს მოსახლეობის განწყობებს და მხარდაჭერას. აი ეს იქნება ძირითადი სტრატეგია, რომლისკენაც მივდივართ. როგორი მდგომარეობა იქნება, ამას ვნახავთ. ახლა ალბათ მიმდინარეობს კონსულტაციები. მე არ ვიცი ახლა ლევან ვასაძეს რამდენად აქვს პრეზიდენტობის ამბიციები, მე რამდენადაც ვიცი. არ ვიცი ახლა ნორმალური ურთიერთობა აქვს მეგობრული ვასაძეს და მარგველაშვილს. არ ამგონია რომ ახლა ვასაძემ მაინც და მაინც მარგველაშვილს დაუპირისპიროს საკუთარი კანდიდატურა. მე ასე მგონია, შეიძლება ვცდები, იმიტომ რომ პოლიტიკაში ბევრი რამე მოდის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ ვასაძე მაინც პოლიტიკოსი არ არის, შესაძლებელია ის ადამიანური ცხოვრების წესები იყოს უფრო მნიშვნელოვანი მისთვის, ვიდრე პოლიტიკოსებისთვის. ამიტომ არ ვიცი, ბურჯანაძე რომ ალბათ წამოაყენებს კანდიდატურას, ამაში 90% დარწმუნებული ვარ. ქალბატონი სალომე ალბათ ახლა ატარებს კონსულტაციებს, ვინ იქნება მისი მხარდამჭერი და დაახლოებით მოთელვასა აქ ადგილი. აანალიზებს დღევანდელ სიტუაციას, მხარდამჭერთა რაოდენობას. ბატონმა შალვა ნათელაშვილმა რომ განაცხადა რომ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ფაქტია. ალბათ კიდე ტექნოლოგიების კუთხით გამოიყენებენ აი ამ ხმების გახლეთვის პროცედურებს და ვიღაცებს ახლა შეთააგონებენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები რომ იმიტომ რომ გახლიჩოს არასაპარლამენტო ოპოზიციის ხმები ვიღაცები კიდე მოგვევლინებიან, რომლებსაც ექნებათ სათანადო დაფინანსება. და ეს ყველაფერი დამოკიდებულია ვინ იქნება ლიდერი არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან და რამდენად შეძლებს ის დაარწმუნოს სხვა სუბიექტები რომ ამ ეტაპზე სტრატეგიულად არ ღირს უბრალოდ მონაწილეობისთვის. აი ეს არის მნიშვნელოვანი, შეძლებს თუ არა? ქალბატონი ნესტან კირთაძე დიახ მე ახლა იცით რა არის, მე ყველა კანდიდატს უსურვებ წარმატებას, მაგრამ კარგი იქნებოდა რომ აი სტრატეგია თვითონ განეხილათ კარგად და შესაძლო საფრთხეები. ახლა თუ მხოლოდ ერთმანეთის ხმების წარსმევით დასრულდა ეს არჩევნები და საბოლოოდ იმის გამო რომ ვერ მოილაპარაკეს, ვერ დაჯდნენ ერთ მაგიდასთან, ვერ გამართეს კონსულტაციები, შექმნიან ისეთ სურათს რომ ნაცმოძრაობა თუნდაც 10%-ით, მაგრამ მაინც მეორე ადგილზე იქნება. მე ვფიქრობ, მაშინ პოლიტიკურ მომავალზე პასუხისგებლობა იმ ხალხმაც უნდა აიღოს, რომლებიც უბრალოდ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. იმიტომ რომ ყველა ძალიან კარგად ესმის, რომ არ მოლაპარაკება დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, ეს არის მხოლოდ და მრავალფეროვანი საარჩევნო კანდიდატები ერთი ფლანგიდან. ეს არის მხოლოდ ხმების გახლეჩვა და რამდენად ხელს შეუწყობს, მე ხელ ვიცი დარწმუნებული პოლიტიკოსები იციან რომ ხელს არ შეუწყობს ეს ნორმალურად პოლიტიკურ პროცესებს. ამიტომ ჩემი უბრალოდ არის როგორც ჩვეულებრივი მოქალაქის პოზიცია, კარგი იქნება თუ ქალბატონი ნესტანი, ნინო ბურჯანაძე, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და სხვა კანდიდატები, რომლებსაც ბატონი შალვა ნათელაშვილი, ალბათ კიდევ ვიღაცები გამოჩნდებიან, დაჯდნენ და პრაიმერიზე ჩაატარონ, ან პრაიმერიზეს უბრალოდ სიტყვა ესეთი, ჩვენ ვიცოდეთ კვლევებში რეიტინგი შეისწავლონ, ახლა კლასიკურ პრაიმერის ვერც ესენი ჩაატარებენ, ვერც ნაცმოძრაობა ჩაატარებს. ყოველ შემთხვევაში ერთმანეთის რეიტინგები შეისწავლონ და საკუთარი ამბიციები გვერდზე გადადონ, იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება კონკრეტულად რომელიმე კანდიდატის უფრო მაღალი რეიტინგი სხვებთან შედარებით და გაერთიანდნენ სტრატეგიულად ეს ეხლა ჭირდება ქვეყანას, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ. როდესაც ოცნება არის უმრავლესობაში, მისი ძირითადი ოპონენტი არის დისკრედიტირებული,
მუშაობს პრინციპი სამდურაკ, ორივე მხარეს აწყობს ახლა ერთმანეთის პოზიციები, ოცნებას აწყობს ნაცმოძრაობა, იმიტომ რომ რეალურად დისკრედიტირებული ოპონენტს ყოველთვის უგებ, ნაცმოძრაობას აწყობს ოცნება, იმიტომ რომ რაღაც კოჰაბიტაციური თანაცხოვრება აქვს და ფაქტობრივად ჩვენ ხომ ხედავთ, რომ მედია სივრცე საზოგადოებრივი აზრი ოკუპირებულია გამორძალას და იმისთვის რომ ჩვენ ავაშენოთ ნამდვილად ის დემოკრატიული ღირებულებების მქონე სახელმწიფო, რომლის მოლოდინშიც ვართ, საჭიროა ძალიან კვალიფიციური ოპონირება ხელისუფლებასთან. რომ მიუთითო შეცდომებზე, რომ მას არ კონდეს საშუალება შემოგიბრუნოს კითხვა ახლა დღეს რომ ნაცმოძრაობა დაგელაპარაკება ადამიანის უფლებებზე და დაგიწყებს ჭკუის სწავლებას, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულზე